შურის ძიება, რომელიც არასდროს დაგვავიწყდება. შურის ძიება, რომელიც არამხოლოდ მოედანზე, ფეხბურთის თამაშში, არამედ კონკრეტულ ჟესტებშიც გამოიხატა. მაშინ იუვეს ვარსკვლავმა, კრიშტიანო რონალდომ გაიხსენა დიეგო სიმეონეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჟესტი, რომელიც არგენტინელმა მწვრთნელმა ამ დაპირისპირების პირველ თამაშში აჩვენა და ტურინში შესრულებული სენსაციური ჰეტ-ტრიკის შემდეგ იგი გაიმეორა. კონტექსტი კი ასეთი იყო. 20 თებერვალს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური დაპირისპირების პირველ თამაშში ატლეტიკომ იუვე მადრიდში 2-0 დაამარცხა და დიეგო სიმეონემ გააკეთა ის, რაც უეფამ წესების დარღვევად მიიჩნია. ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ატლეტიკოს მწვრთნელი 20,000 ევროთი დააჯარიმა, ხოლო სიმეონემ განმარტა, რომ ჟესტით საკუთარი გუნდის ფანებს მიმართა და მათ შეახსენა, რომ გუნდს დიდი კოხონეს აქვს. საპასუხო თამაში ტურინში იუვეს კამბეკით, 3-0 გამარჯვებით და პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის ჰეტ-ტრიკით დასრულდა. რონალდომ კი თავისი გმირობის შემდეგ სიმეონეს შეახსენა, თუ ვის უფრო დიდი გენიტალიები ჰქონდა. თამაშის შემდგომ სიმეონემ რონალდოს აღნიშვნაზეც ისაუბრა, თუმცა არგენტინელი მწვრთნელი გაბრაზებული საერთოდ არ იყო. მისი აზრით კრიშტიანომაც მის მსგავსად თავის ხალხს, მის ფანებს მიმართა და საკუთარი ძალის დემონსტრირება მოახდინა. მაგრამ კრიშტიანო ამ დროს ალბათ სწორედ ატლეტიკოს მწვრთნელზე ფიქრობდა. მით უმეტეს მადრიდული გუნდი კარიერაში მისი ერთ-ერთი საყვარელი მეტოქე იყო. ატლეტიკოს წინააღმდეგ ჩატარებულ 33 თამაშში რონალდომ 25 გოლი გაიტანა. ამ ჰეტ-ტრიკის დროს კი მას ჩემპიონთა ლიგაზე უფრო მეტი გოლი ჰქონდა გატანილი, ვიდრე მთელს მადრიდის ატლეტიკოს თავისი ისტორიის განმავლობაში. რონალდოსადმი დამოკიდებულება ყოველთვის ამბივალენტური იყო. ბევრს აღიზიანებდა მისი ეგოცენტრიზმი, ჩაგდებული ტურნირების ანაკრებო დონეზე, ინტერვიუები პირს მორგანთან. ალბათ ფეხბურთში ასეთი ჰოუმლენდერი საჭიროა. ათოსური, თავის თავზე შეყვარებული მოთამაშე, რომელიც საკუთარი ძლევამოსილებით ტკბება. მაგრამ ამ ყველაფრის უკან იდგა ადამიანი, რომელმაც იმდენად მანიაკალურად იმუშავა საკუთარ თავზე, რომ ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გამოთავა. ფეხბურთს ახსოვს რონალდოზე ნიჭიერი მოთამაშეები, რომლებიც საკუთარი პოტენციალის ნახევრის რეალიზებასაც ვერ ახერხებდნენ. პორტუგალიელმა ვარსკვლავმა კი საკუთარი პოტენციალის 1000%-ით რეალიზება მოახერხა, რადგან უყვარდა არა ფეხბურთი საკუთარ თავში, არამედ საკუთარი თავი ფეხბურთში და შურის ძიებაც მას ყველაზე ეფექტურად შეეძლო.